მე-80 წლის ბოლოს ერთ-ერთმა გასამხიარებელმა, რომელიც ქართულ კინოსტუდიაში მუშაობდა, პირველად გაბედა ჩემთან ჩუმად საუბარი იმის შესახებ, რაც 30 წლის განმავლობაში მის გულში იყო ჩაკეტილი. ის ხელებს კანკალებდა, როცა ყავის ჭიქას იჭერდა. თვალებში ისეთი მძიმე ტკივილი ეტყობოდა, თითქოს საიდუმლოს გაზიარება ფიზიკურ ტანჯვას აყენებდა მას. ეს ქალი, მედია ხუციშვილი, არა ოჯახში ცნობილი ადამიანი, არა ჟურნალისტი, არა რეჟისორი, არამედ უბრალო დამალვის ოსტატი იყო. ის ლეილას ყოველდღიურად პუდრით ფარავდა სახეს, ხოლო კულისებს უკან ხედავდა სინამდვილეს, რომელსაც არავინ არასდროს დაინახავდა. მედიამ თქვა, ხშირად უმალავდი სინესვეს მის ბრწყინვალე თვალების ირგვლივ, ხშირად უფარავდი იმ კვალებს, რომლებიც მამაკაცის ხელებმა მის სახეზე დატოვა. როდესაც ის გადასაღებში შედიოდა, ყველა ხედავდა უცოდველ ლეილა აბაშიძეს, კომედიის დედოფალს, რომელიც თბილისის კინოთეატრებში ათასობით ადამიანს ასაცინებდა სიცილით. მაგრამ მე ვიცოდი, რომ წინა ღამით ის ცრემლებით დაიძინა. ვიცოდი, რომ მისი კვება არ იყო საკმარისი, რადგან დარბაზის სიცარიელე სახლში იმდენ შიმშილს იწვევდა, რომ არც საჭმელი ინდომებოდა. ამ ამბავში ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ცოლ-ქმრებმა, ორმა, შემდეგ სამმა, ერთი და იგივე განსაცდელი გაიარეს. პირველ თვეებში ისინი გრძნობდნენ, რომ ციდან ვარსკვლავს ეკოცნებოდნენ, მაგრამ უკვე 6 თვეში ვერ იტანდნენ იმ ფაქტს, რომ მათი ცოლი უფრო ძლიერი, უფრო წარმატებული და უფრო დამდამოუკიდებელი იყო, ვიდრე ისინი ოდესმე შეიძლებოდა გამხდარიყვნენ. მედია ამბობდა, რომ ერთხელ თოვლიან იანვარში, როდესაც სტუდიაზე რეპეტიცია იყო, ლეილას გამოცხადებამდე 2 საათით ადრე მოვიდა. სამკერლო ოთახში შესვლისას მან გაიგონა დაბალი თრთოლა ხმა. ეს ლეილას ლოცვა იყო, რომელსაც ის სავარძელში მჯდომი საკუთარ თავთან აკადებდა. ის ამბობდა, მე ღირსება არასდროს ჩამირთმევია. მამა რეპრესიაში წავიდა, დედა ავად გარდაიცვალა. მე ნადირობის ძაღლივით გავიზარდე უსახლკარო ქალიშვილად. მაგრამ ეხლა, როდესაც სახელი მაქვს, როდესაც ყოველი ქართველი ჩემს ნამუშევრებს ხედავს, რატო უნდა ვიყო მარტო? რატო უნდა მიყვარდეს კაცები, რომლებიც შიშით გარბიან ჩემგან, როდესაც ვერ ითმენენ, რომ მე მეტ ფულს ვაშოვებ, მეტ პატივს მიცემენ. მედიამ თქვა, რომ გაქვავებულიყო იმ სიტყვებისგან და დახუჭულ კარს მიღმა ჩუმად იდგა, თითქოს საკუთარი სახლის საიდუმლოს მოსმენის ნებართვა არ ჰქონდა. ლეილა იმ წუთებში არ იცოდა, რომ ვინმე უსმენდა. ეს ლოცვა, ეს უიმედობის კვნესა იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც დიდი მსახიობის ნიღაბი ჩამოვარდა. სამყაროსთვის გამოჩნდა ადამიანი, არა დედოფალი, არამედ დამსხრეული გული ძლიერი ქალისა. მედია ამბობდა, რომ 3 წლის განმავლობაში ის ნახა, თუ როგორ ითამაშებდა ლეილას სიცოცხლის ყველაზე დიდ როლს, იმ ქალისას, რომელიც არასდროს ტირის საზოგადოებაში. ის ყოველთვის შედიოდა ჩაცმულად ისე, თითქოს სასახლიდან მოსულიყო. თმა სრულყოფილად შეღებილი, სხეული სწორი, თავი აწეული, ხოლო თვალებში ის ლურჯი ღრუბელი, რომელიც სატელევიზიო ეკრანებზე ხალხს სიხარულს აღუძრავდა. მაგრამ როდესაც გადაღებები მთავრდებოდა და სამკერავი მის ყელსაბამს უხსნიდა, ლეილა სიჩუმით იჯდა სარკის წინ და თავის არეკვლილ სახეს ათვალიერებდა. მედიამ თქვა, რომ ორჯერ მაინც ნახა, როგორც ცვიოდა ცრემლები იმ სახიდან. წყნარად, ხმაურის გარეშე, თითქოს მისი სხეული გაშობილიყო ტკივილისგან. მედია არასდროს კითხა, რატომ გიტირით? იცოდა, რომ ზოგიერთ ტკივილს სიტყვები არაფერს ამხნევებენ. ახლა კი ის კითხულობს ამ ამბავს და ინტერესობს, რატომ ლეილას არასდროს ვერ იპოვა ის კაცი, რომელიც შეძლებდა მის ძალას ასე ბუნებრივად აიღოს, რომ მას შეშფოთება არ დაეტოვებინა. ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც მის პირად ცხოვრებაში ჩაერიეს და რისთვის ნებადართეს საკუთარ თავს ისეთი სიძულვილით ელაპარაკნენ დიდი ქალის შესახებ? თბილისის კინემატოგრაფიის ტრეკდრეებში რამდენიმე ადამიანი იყო, რომლებიც იცოდნენ ლეილა აბაშიძის ცხოვრების ყველაზე მძიმე სიმართლე და ისინი აბსოლუტურ სიჩუმეს იცავდნენ. არა იმიტომ, რომ მათ კეთილშობილება ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ თანამონაწილეები. გუნდი 5 ადამიანისგან შედგებოდა: რეჟისორი ნიკოლოს სანიშვილი, პროდიუსერი ელგუჯა ვარათაშვილი, ადმინისტრატორი ნინო მგალობლიშვილი, ფოტოგრაფი დავით კიკნაძე და თავად ლეილას მენეჯერი ამირან დავითაშვილი. ეს 5 კაცი ჩუმად იკრიბებოდნენ სტუდიის ადმინისტრაციულ შენობაში, ოშაბათის საღამოებს, როდესაც სტუდია უკვე დაცარიელებული იყო. იქ ისინი არ საუბრობდნენ კინოს მომავალზე. იქ ისინი ცდილობდნენ ლეილას პირადი ცხოვრება ისე დაეფარათ, რომ არავითარი სკანდალი არ გამოჩენილიყო. ყოველი სკანდალი ნიშნავდა შემოსავლების შემცირებას, კონტრაქტების გაფუჭებას და მთელი საქართველოს კინემატოგრაფისტვის საფრთხეს. ფოტოგრაფი დავით კიკნაძე ერთხელ თავისი კამერით დააფიქსირა ლეილას გამოსასვლელთან დაღლილი სახე. სურათი ისეთი იყო, რომ მასზე დედოფალი კი არ ეტყობოდა, არამედ დამსხრეული ქალი. იმ ფოტოს დავითმა მაშინვე დაწვა უკან, სტუდიის ეზოში. მან უთხრა, თუ ეს სურათი საზოგადოებას მიაღწევს, ლეილას კარიერა დასრულდება ერთ დღეში. ელგუჯა ბარათაშვილი, სუქანი კაცი, რომელსაც ყოველთვის უნდა ძვირადღირებული სიგარა და პროფესიონალური ხელოვნების უგულებელყოფა,
ელყოფა იყო ის ადამიანი, ვინც ყველაზე ბევრი იცოდა ლეილას შვილობის ამბებზე. ის ამბობდა, რომ ლეილა აბაშიძე ყოველთვის ეძებდა ძლიერ მამაკაცს, არა უბრალოდ მდიდარს, არა მხოლოდ ცნობილს, არამედ მას, ვინც შეეძლო თავისი სასიცოცხლო ძალით მას ქარცეცხლი გადაეხადა. მაგრამ საქართველოში 60-იანი და 60-იანი წლების პატრიარქალური საზოგადოება ასეთ კაცს არ აშობდა. კაცი, რომელიც ლეილას ოჯახში გამოჩნდებოდა, პირველად გრძნობდა მე მეფის ცოლი მქავს. მაგრამ უკვე 3 თვეში იწყებდა დაძაბულობას, როდესაც მისი ცოლი უფრო მეტ ფულს ზრდიდა, უფრო დიდ პატივს იღებდა და უფრო მოთხოვნად იყო ქართველი საზოგადოებისთვის, ვიდრე ის თავად. ელგუჯა ბარათაშვილის სიტყვებით, ლეილას პირველი ქმარი ექიმი კოტე კვაჯაძე პირველივე კვირაში გრძნობდა საკუთარი უმნიშვნელობის შეგრძნებას. როდესაც ქალიშვილი მეგობრები ლეილას სახლში მოდიოდნენ და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ მის სამსახიობო წარმატებებზე, მის გაზეთებში გამოქვეყნებულ სურათებზე და მის უახლოეს ფილმზე, კოტე იჯდა ქუჩაში, კალას სვამდა და გრძნობდა. მე უბრალოდ ქმარი ვარ დიდი ქალისა. მე არა ვარ კაცი, არამედ ჩრდილი ვარ, ვარსფლავის. ელგუჯა ამბობდა, რომ ლეილა იცოდა ეს. პირველი დაშლისას ცდილობდა კოტეს დაწკნარებას. თითქოს პრობლემა მის გულში იყო და არა საზოგადოების დაცინვაში. მაგრამ კოტე გაიქცა იმ ღამით, როდესაც სტუდიაზე ბანკეტზე ერთმა კოლეგამ დაუპატიჟებლად და ლოკებზე წითელი ღვინით მიუახლოვდა მას და ჩუმად უთხრა: როგორ არის ის, დიდი ლეილას მსახური? ნინო მგალობლიშვილი, ადმინისტრატორი, რომელსაც პასუხისმგებლობა ჰქონდა ყველა ხელშეკრულების წარმოებაზე და ლეილას გრაფიკის მართვაზე. პირველად იტირა, როდესაც მიხვდა, რომ ლეილას მეორე ქმარი არა ლეილას უყვარდა, არამედ ლეილას სახელს და ფულს ენატრებოდა. ნინომ მოგითხრა, რომ ის ხშირად თხოვლობდა ლეილას დამატებით ფულს, რომ ახალი მანქანა ეყიდა, რომ ძვირფასი საათები ეხადა. როდესაც ლეილა უარს ამბობდა, ის სკანდალს აწყობდა ისე, რომ მთელი სახლი ქვითინებდა. ნინომ თქვა, რომ ერთხელ სადარბაზოში, როდესაც ლეილა თბილისის თეატრში დადიოდა, მან მას მოსთხოვა: დაბრუნდი სახლში და შენი მოვალეობა შეასრულე, ცოლად დარჩი და არა ვარსკვლავად. ლეილა უპასუხა: მე არ დავიბადე სახლში ჩასაკეტად, მე დავიბადე ასინებისთვის. მან აგრესიულად მიუახლოვდა მას და უთხრა: მას შენ არ ხარ ჩემი ცოლი, შენ ხარ თავად საკუთარი ცხოვრების გმირი და მე ამაში არ ვარ გმირი, არამედ მხოლოდ სტატისტი. ამ ხუთეულს შორის რომელიმე არასდროს უღალატებდა სიჩუმეს, რადგან ყველა იცოდა, თუ ეს საიდუმლო გარეთ გავა, ლეილა აბაშიძე დასრულდება, საქართველოს კინო მოკვდება და მათი შემოსავლების ბოლოს მიუახლოვდება. მაგრამ რა ხდებოდა, როდესაც ლეილა ბანკეტებში და კინოს პრემიერებზე დადიოდა, მარტო, ელეგანტურად ჩაცმული, ღიმილით, რომელიც როგორც ბრწყინვალე იარაღი ფარავდა მის დამსხვრეულ გულს. ლეილა აბაშიძეს ჰქონდა ერთი ტალისმანი, პატარა ოქროს საბეჭდავი, რომელზეც 100 ელ იყო ამოკვეთილი. ეს საბეჭდავი მისმა დედამ მიუტანა, როდესაც ლეილა ჯერ კიდევ გოგონა იყო, უმწეოდა შიმშილით გაჭირვებული მშობლების დარეპრესირების შემდეგ. დედამ უთხრა: ეს საბეჭდავი შენი ბაბუის იყო და ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ დაგვრჩა ოჯახიდან. ლეილა მას ყოველთვის ატარებდა მარცხენა ხელის პატარა თითზე. არასდროს მას გამოეცალა, არც გადაღებებზე, არც სცენაზე, არც ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. ყველა, ვინც მას ახლოს იცნობდა, ამბობდა: თუ ლეილა საბეჭდავს აბრუნებს თითზე, ეს ნიშნავს, რომ ის აღელვებულია. მაგრამ 1986 წელს, იმ დღეს, როდესაც ლეილას საბოლოო ჩხუბი ჰქონდა თავის მესამე ქმართან, მსახიობთან, საბეჭდავი გაუჩინარდა. ეს არ იყო უბრალო დაკარგვა, ეს იყო სიმბოლური გაყოფა. თითქოს გაიმეორა ის წყევლა, რომელიც მის ოჯახს შეემთხვა 1927 წელს, როდესაც მისი პაპა გადააყენეს და მისი ოჯახი გაანადგურეს. ლეილას მახლობელი ადამიანები ამბობენ, რომ საბეჭდავის გაუჩინარების შემდეგ მან პირველად თქვა: ალბათ ეს ნიშანია, რომ მე უნდა შევწყვიტო ძებნა იმ კაცისა, რომელიც არასდროს მოვა. მსახიობი იყო, ლამაზი, ჭკვიანი, ხმამაღალი და იმედით ახსილი. მან შეუყვარდა ლეილას თავისი ენერგიით, თავისი ნათელი თვალებით და ვალდებულებით, რომ ის იქნება კაცი, რომელიც დომელის დაიცავს მას მთელი სამყაროსგან. მაგრამ დარბაზები, სადაც ლეილას აწვდიდნენ პატივისცემას, ასევე იყო ის ადგილები, სადაც ის უკანა რიგში იდგა და ელოდა, როდის დასრულდებოდა საზოგადოების აპლოდისმენტები. მსახიობმა დაიწყო დალევა. პირველად ეს იყო უბრალოდ ყავით ღვინო, ერთი ბოთლი საღამოს, შემდეგ 2, შემდეგ ის აღარც კი ითვლიდა. ლეილას დედა მარიამი, რომელიც მაშინ უკვე ხანდაზმული და დაავადებული იყო, ჩუმად უთხრა ერთხელ: შენი ქმარი გეშინია თავისი სისუსტისა და სირცხვილი მას შიგნიდან შთანთქავს. ამბობდნენ, რომ მას ყავდა მეგობარი, უცნობი კაცი, რომელიც მუშაობდა როგორც პიროვნული მრჩეველი და ცდილობდა მას დახმარებოდა თავისი კარიერის ასაშენებლად. ამ კაცის სახელი იყო შალვა და ის არასდროს არ ჩანდა საზოგადოებაში. მაგრამ მსახიობი ხშირად უხსენებდა მას როგორც ადამიანს, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც ჭეშმარიტად ესმოდა. ლეილა არასდროს არ ხვდებოდა ამ შალვას.
მაგრამ ერთხელ, როდესაც მსახიობი დაბრუნდა სახლში, ძალიან დაგვიანებული და ძლიერად მთვრალი, ლეილამ ერთი ვერსიით მის ჯიბეში იპოვა პატარა ქაღალდი, რომელზეც უცნობის ხელით იყო ჩაწერილი. არ გადაეცი ამ ქალს, ის გადაგინადგურებს. ლეილა იდგა სამზარეულოში, ხელში უჭირა ის ქაღალდი და გრძნობდა, საბეჭდავის გაუჩინარება არ იყო შემთხვევა. ეს იყო პირველი ნაბიჯი იმისა, რომ მისმა საკუთარმა ცხოვრებამ დაიწყო მისგან გაქცევა. მესამე ქმართან ბოლო საუბარი მოხდა ერთ ღამეს, როდესაც თბილისი თოვდა და ქუჩები ცარიელი იყო. ლეილამ კითხა: ვინ არის შალვა და რატო უნდა მის სიტყვებს უსმენ? მსახიობმა უპასუხა: შალვა არის ერთადერთი კაცი, რომელსაც არ ეშინია შენი ძალისა. ის მითხრა, რომ შენ ვერასდროს დაიბადე იმისთვის, რომ ცოლი ყოფილა იმისთვის, რომ ცოლი ყოფილიყავი. შენ დაიბადა ადე იმისთვის, რომ ტრონზე იჯდე და კაცები შენს ქვეშ ყოფილიყვნენ. ლეილამ უთხრა: მაშ შენ რატომ მოდიხარ ჩემთან? მსახიობმა უპასუხა: იმიტომ რომ მე სისუსტე მაქვს და მე არ შემიძლია გაბიტოვო, მაგრამ ასევე არ შემიძლია შენთან ყოფნა. მომდევნო დილით ის წავიდა და აღარასდროს დაბრუნდა. ლეილა მარტო დარჩა, მესამედ. ამჯერად უკვე იცოდა, რომ არასდროს აღარ იქნებოდა სხვა მცდელობა. ის იჯდა თავის საძინებელში, გადახედა სარკეს და თქვა: შენი ძალა არის შენი სისხლი და შენი წყევლა. ლეილა მიმღამით გადაწყვიტა: თუ სიყვარული არის ტკივილი, მაშ უკეთესია იყო დედოფალი საკუთარ სასახლეში, ვიდრე მონა ვინმეს გულში. მან ჩამოიხსნა თეატრალური ნიღაბი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ატარებდა საზოგადოებისთვის. დარჩა მხოლოდ ერთი როლი: ლეილა აბაშიძე, კომედიის დედოფალი, რომელიც ყოველ საღამოს ხალხს ასაცინებდა სცენაზე. ხოლო სახლში, როდესაც ფარდები იხურებოდა, ის კვლავ იჯდა სარკეს წინ და ხედავდა თავის ნამდვილ სახეს. არა ვარსკვლავს, არამედ ქალს, რომელმაც აერჩია ძალა სიყვარულის ნაცვლად. ეს იყო მისი გადაწყვეტილება და ეს იყო მისი წყევლაც. მაგრამ უცნობი ადამიანი, რომელსაც ზოგიერთი შალვას უწოდებდა და რომელმაც ამბობდნენ მესამე ქმრის გონებაში თესა რაღაც ბნელი და განადგურებითი, არასდროს არ გამოჩენილა საჯაროდ. არავინ იცოდა მისი გვარი, არავინ იცოდა სად მუშაობდა ის და არც ერთი ფოტო არ არსებობდა მასთან ერთად. მაგრამ 1997 წლის შემოდგომაზე, როდესაც ლეილა უკვე მარტო ცხოვრობდა თავის ბინაში რუსთაველის გამზირზე, ერთმა ადამიანმა, სახელად გიორგი ჯავახიშვილმა, რომელიც მუშაობდა კინოსტუდიის ტექნიკურ განყოფილებაში და ღამის პალატაში იყო პასუხისმგებელი, პირველად გაბედა საუბარი იმაზე, რასაც 5 წლის განმავლობაში ინახავდა გულში. გიორგი იყო უბრალო ადამიანი, არც ცნობილი, არც მდიდარი, არამედ პატიოსანი მუშაკი, რომელიც ყოველ საღამოს ამოწმებდა კამერებს, რაცხებს და ელექტროობის სისტემას. მან თქვა, რომ ერთხელ როცა ღამის 2 საათზე სტუდიაში რჩებოდა, მან მოისმინა ჩუმი საუბარი რეჟისორის კაბინეტიდან. კარი ოდნავ იყო ღია და გიორგი, რომელსაც შიში ეუფლებოდა იმისა, რომ ვიღაცა უკანონოდ იმყოფებოდა შენობაში, ჩუმად მიუახლოვდა და გაიგონა ხმა. ეს იყო რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილის ხმა და რაღაც უცნობი კაცის ხმა, რომელიც გრილად და ნელა საუბრობდა. უცნობი ამბობდა: თუ ლეილა კлау განაგძობს თავისი გაუთავებელი ამბიციებით გამოსვლას და თავისი დამოუკიდებელი ხასიათით სამსახიობო წრეებში ფეხის დადგმას, მალე მოხდება ის, რომ მთელი ქართული კინემატოგრაფი დაირღვევა. ვინმე უნდა აჩვენოს მას ადგილი. ნიკოლოზ სანიშვილი პასუხობდა: მე ვერ უკარგავ ლეილას. ის არის ჩემი ერთადერთი ვარსკვლავი, რომლითაც ვაკეთებ შემოსავალს. უცნობი კაცმა უპასუხა: მას შენ იქნები პირველი, ვინც დაეცემა, როდესაც ის საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ შენ აღარ გჭირდები. გიორგი ამბობდა, რომ მან იმ ღამით ვერ დაინახა უცნობის სახე, მაგრამ იმ ხმას არასდროს დაივიწყებდა. ეს იყო ჩქეფი, ცივი და დათვლილი ხმა, რომელსაც არანაირი ემოცია არ ჰქონდა. გიორგიმ თქვა, რომ მან შემდეგ კვირაში 3-ჯერ ნახა, როგორ მოდიოდა ეს კაცი სტუდიაში ღამის დროს, როდესაც არავინ იყო იქ. ის შედიოდა ნიკოლოზის კაბინეტში, ანგან ელგუჯა ბარათაშვილის ოთახში და 10-დან 15 წუთში 15 წუთში გამოდიოდა. გიორგი ერთხელ კითხა დარაჯს: ვინ არის ეს კაცი? დარაჯმა უპასუხა: ნუ ეკითხები იმას, რისი ცოდნაც შენთვის საფრთხეა. გიორგი აღარასდროს არ კითხა. მაგრამ იმ ღამით, როდესაც ის ისევ დააფიქსირა ეს უცნობის ვიზიტი და დაინახა, როგორ წავიდა ის სწრაფად შენობიდან, გიორგიმ გადაწყვიტა: ეს კაცი, ვისაც არავინ ვერ ხედავდა და არავინ ვერ იცნობდა, იყო ის, ვინც ლეილას პირად ცხოვრებას ანადგურებდა, არა პირდაპირ, არამედ მისი მახლობელი ადამიანების გონებებში თესვითა საფრთხის შეგრძნებისა. ეს კონტრაქტი იყო დოკუმენტი, რომელიც ფარულად აღწერდა ლეილას ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს, რა ფილმებში უნდა ეთამაშა, რა ტიპის როლებს უნდა მიეღო, რა საჯარო გამოსვლები უნდა გამოეტანა და რა ტიპის პირად ურთიერთობებს უნდა ჰქონოდა.
მაგრამ იყო ერთი დანართი ამ კონტრაქტში, რომელიც არასდროს არ გამოქვეყნდა და რომელსაც მხოლოდ 3 ადამიანი ხედავდა. თავად ლეილა, პროდიუსერი ელგუჯა ბარათაშვილი და უცნობი იურისტი, რომელიც მუშაობდა მოსკოვის კინომინისტრის ოფისში. ამბობდნენ, რომ ამ დანართის ერთ-ერთ პუნქტში იყო ჩაწერილი: ხელშეკრულებაში ჩართული მსახიობი იძულებული იქნება შეწყვიტოს ნებისმიერი პირადი ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს უქმნის მის საჯარო იმიჯს ან ამცირებს მის პროფესიულ ეფექტურობას. პროდიუსერს ან რეჟისორს ექნება უფლება გადაწყვიტოს, თუ რომელი ურთიერთობა არის მისაღები და რომელი არა. ეს ნიშნავდა, რომ ლეილა აბაშიძე არა იყო თავისუფალი ქალი. ის იყო ხელშეკრულებული ქონება, რომლის პირადი ცხოვრება ეკუთვნოდა არა მას, არამედ იმ 5 ადამიანს, რომლებსაც აკონტროლებდნენ ქართული კინემატოგრაფის წარმოებას. ლეილა უთხრა ერთხელ თავის მეგობარს, მედია ხუციშვილს, რომ როდესაც ის ხელს აწევდა ამ კონტრაქტს, ელგუჯა ბარათაშვილი უთხრა: ეს არის შენი ბედნიერების ფასი. შენ შეგიძლია იყო დიდი ვარსკვლავი, მაგრამ არა შეგიძლია იყო დიდი ქალი. ლეილამ მაშინ იფიქრა: რას ნიშნავს ეს? ელგუჯამ უპასუხა: ეს ნიშნავს, რომ შენი ყოველი ნაბიჯი, შენი ყოველი აერჩიო და შენი ყოველი სიყვარული უნდა იყოს ჩვენი თანხმობით. თუ შენ შეირთო არასწორ კაცს, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს მოთხოვნებს, ან რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს იმიჯს, ჩვენ გექნება უფლება შენი კონტრაქტი გავაუქმოთ და შენი კარიერა დავასრულოთ ერთ დღეში. მედია ამბობდა, რომ ლეილამ იმ დღეს სწრემლებით ჩაიხედა ხელშეკრულებას და თქვა: მე ეს არ მინდოდა. მაგრამ ელგუჯამ უპასუხა: მაშ დაბრუნდი იმ სოფელში, საიდანაც მოხვედი და კვლავ გახდი არავინ. ამ კონტრაქტის შემდეგ ლეილამ 3 სცადა ოჯახის შექმნა და 3-ვე ჯერზე ის იძულებული იყო დაშლისკენ, რადგან მისი ქმები ანა შეეფერებოდნენ კინოსტუდიის ხოვნებს, ან ისინი თავად ვერ ითმენდნენ იმას, რომ მათ არ აქონდათ რეალური ძალა იმ ოჯახში. პირველი ქმარი ექიმი კოტე კვაჭაძე გაიქცა, როდესაც ელგუჯა პირდაპირ უთხრა მას: თუ შენ განაგრძობ ლეილას ქმრობას და საჯაროდ გამოჩნდები მასთან ერთად, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ შენი სამედიცინო კარიერა დასრულდება. მეორე ქმარი, მსახიობი, წავიდა, როდესაც იგრძნო, რომ ის არ იყო ლეილას პარტნიორი, არამედ მარიონეტი, რომელსაც კინოსტუდიის რეჟისორები აკონტროლებდნენ. მესამე ქმარი, ის ვინც საბეჭდავს გაბარა, წავიდა იმ ღამეს, როდესაც ლეილამ ნახა იმ ქაღალდს უცნობის ხელით, რომელიც უთხრა: არ გადაეცი ამ ქალს, ის გადაგინადგურებს. ამ კონტრაქტის კოპია არასდროს არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ერთმა იურისტმა, სახელად თამას ქუთათელაძემ, რომელიც მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და რომელსაც შემთხვევით ხელი მიუწვდა ამ დოკუმენტზე 1992 წელს, თქვა: ეხლა, როდესაც ეს ხვდებათ, რომ ლეილა აბაშიძე, ქალი, რომელსაც თავისუფალ და ძლიერ მსახიობად თვლიდნენ, სინამდვილეში იყო პატიმარი საკუთარი წარმატების, როგორ შეგიძლიათ ჯერ კიდევ გასაკვირი იყოს, რომ მან ვერასდროს იპოვა ის კაცი, ვისთანაც დარჩებოდა. მაგრამ იყო ერთი ადგილი თბილისში, სადაც ლეილა აბაშიძე შეეძლო ყოფილიყო თავისი ნამდვილი, არა ვარსკვლავი, არა კომედიის დედოფალი, არა კონტრაქტით შეზღუდული ქალი, არამედ უბრალოდ ლეილა. ეს იყო პატარა ბინა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რომელიც არ ეკუთვნოდა მას, არამედ მის მეგობარ ქალს, ქეთევან ჭანტურიას, რომელიც მუშაობდა როგორც მედ და საავადმყოფოში და რომელიც არასდროს არ ყოფილა დაკავშირებული კინემატოგრაფთან. ქეთევანი იცნობდა ლეილას ბავშვობიდან. ისინი ერთად გაიზარდნენ იმავე უბანში, იმავე სიღარიბეში, იმავე შიშში რეპრესიების დროს. როდესაც ლეილა გახდა ცნობილი, ქეთევანმა არასდროს არ სთხოვა მას ფული, ვერც პოზიცია, ვერც დახმარება. ის უბრალოდ ჰქონდა გასაღები ლეილასთვის და უთხრა: როდესაც გინდა მარტო ყოფნა, მოდი აქ. არავინ აღარ იცის ამ ადგილს. ქეთევანი ამბობდა, რომ ლეილა ხშირად მოდიოდა იქ ღამის 2 საათზე, დაღლილი, გახეხილი და გაშმაგებული. ის კარს არ აკაკუნებდა, იყენებდა გასაღებს, შედიოდა და უბრალოდ იწვა საწოლზე. თვალებს ხუჭავდა და 1 საათს ჩუმად იყო. ქეთევანი არასდროს არ ეკითხებოდა რა მოხდა, მხოლოდ უნაზავდა ხელს, უმზადებდა ჩაის და იჯდა გვერდით. ლეილა საათის შემდეგ იწყებდა საუბარს, არა კინოს შესახებ, არა ცნობადობის შესახებ, არამედ იმაზე, თუ რატომ გრძნობდა საკუთარ თავში ისეთ დიდ სიცარიელეს, რომ ზოგჯერ უნდოდა უბრალოდ გაქრომოდა და დაბრუნებულიყო იმ დროში, როდესაც ის არ იყო ვარსკვლავი, არამედ უბრალო გოგონა, რომელსაც შეეძლო სიყვარული თავისი გულით აერჩია და არა სტუდიის დამტკიცებით. ქეთევანმა თქვა, რომ ერთხელ 1974 წლის ზამთარში ლეილა მოვიდა შუაღამით, დამსხრეული და გაწბილებული. ქეთევანმა კითხა: ვინ გადააკეთა ეს? ლეილამ უპასუხა: ჩემი ქმარი. ქეთევანმა კითხა: რატომ არ იძახებ პოლიციას? ლეილამ უპასუხა: იმიტომ რომ თუ პოლიცია მოვიდა, გაზეთები ხვალ დაწერენ. დიდი ვარსკვლავი ცემს თავის ქმარს და ჩემი კარიერა დასრულდება. ქეთევანმა კითხა: მაშ რა უნდა გააკეთო? ლეილამ უპასუხა: მე უნდა ხა მენ და დავიცვა თავი ჩუმად, დავასუფთავო ეს სისხლი
და ხვალ გამოვალ გადასაღებაზე ღიმილით. ეს არის ჩემი როლი, ეს არის ჩემი ცხოვრება. ქეთევანმა თქვა, რომ იმ ღამით ის ლეილას მოურიდა სახეს, დაელოდა სანამ ჩიჩქანი და შეშუპება სრულად გამოსულიყო და მხოლოდ მაშინ გაუშვა იგი სახლში. ლეილა წავიდა უმღეროდ, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ქეთევანმა თქვა, რომ მას ჰქონდა ერთი საყვირი, ნაკეთი ქაღალდისგან და საბავშვო ხელით მოხატული, რომელიც ლეილამ მას მისცა ბავშვობაში, როდესაც ისინი ერთად თამაშობდნენ რეპრესიების შემდეგ. ლეილამ უთხრა მაშინ, როდესაც მე მოვკვდები, ეს საყვირი დაწვე და მომიგზავნე ნაცარი ქარს. მე არ მინდა სამარხი, მე მინდა თავისუფალი ვიყო. ქეთევანმა თქვა, რომ იმ საყვირს ჯერ კიდევ ინახავს თავის სახლში, უცვლელი და დაცულია, როგორც წმინდა რელიქვია. ის ამბობს, ლეილა არასდროს არ იყო მარტო, რადგან ის ჰყავდა მე, მაგრამ ის გრძნობდა მარტოობას, რადგან სამყაროში არავინ სხვა არ აღიარებდა მის ნამდვილ სახეს, არა დედოფალს, არამედ ქალს, რომელიც უბრალოდ უნდოდა სიყვარული, ისეთი კაცისაგან, ვინც არ შეშინდებოდა მისი ძალისა. ქეთევანმა თქვა, რომ ბოლო ვიზიტი ლეილას იმ ბინაში იყო 1990-იან წლებში, უკვე მოხუცი, მაგრამ ჯერ კიდევ ელეგანტური და გორდი. ლეილამ მაშინ უთხრა, მე აღარ მომდის აქ, რადგან თუ რამე მოხდა და მე უეცრად აღარ გამოჩდი ერთ დღეს, მე არ მინდა რომ ვინმე შენი მისამართი იპოვოს ჩემს საბუმბებში და შენ ეს უსიამოვნო გახადოს. შენ ხარ ერთადერთი ადგილი ჩემს სიცოცხლეში, სადაც მე ვიყავი მე. მე მინდა რომ ეს ადგილი დარჩეს წმინდა. ქეთევანმა კითხა, შენ გეშინია რომ მოგკლავენ? ლეილამ უპასუხა, არა, მე მეშინია, რომ როდესაც მე წავალ, ხალხი ჩემს ნამდვილ სახეს ვერ გაიგებს და ჩემი სახელით გააკეთებენ იმას, რასაც მე არასდროს არ მინდოდა. გაყიდონ ჩემი მარტოობა, როგორც კომედია. ქეთევანმა თქვა, რომ იმ დღეს ლეილამ გაიღო თავისი ჩანთა და ამოიღო ერთი ფოტო. ძველი შავ-თეთრი სურათი, სადაც ის იდგა თავისი მამასთან ერთად თოლში, უბრალო ქალიშვილად. ლეილამ ეს ფოტო მისცა ქეთევანს და უთხრა, ეს არის ერთადერთი ფოტო, სადაც მე ნამდვილად ბედნიერი ვარ. შეინახე ეს. რადგან როდესაც მე აღარ ვიქნები, ხალხი ჩემს ცნობილ სურათებს დაინახავს და იფიქრებს, რომ ეს ვიყავი მე. მაგრამ ეს იყო მე. ახლა როდესაც ამ ფოტოს დაინახავთ, იფიქრეთ, რამდენი ვარსკვლავი ცხოვრობს ორმაგ ცხოვრებაში. ერთ მხარეს დიდება და პატივი, მეორე მხარეს უფარავი მარტოობა და დაუცველობა. პირველად 30 წლის განმავლობაში ქალი, რომელსაც ქართული საზოგადოება ცნობდა როგორც ლეილას მესამე ქმრის უახლოეს მეგობარს და რომელსაც მთელი ქალაქი ძულდა როგორც ფარული მანიპულატორი, დაჯდა კამერის წინ და გადაწყვიტა ისაუბროს. მარინა ლომიძე, ქალი, რომელსაც ბოღმიანი ხმა ჰქონდა და რომელიც ყოველთვის ატარებდა მუქ სათვალეებს, მაშინაც კი, როდესაც შენობის შიგნით იყო. იჯდა ჩვენ სტუდიაში 1995 წელს და თქვა, ერთ-ერთი ვერსიით, მე ვიცი რატომ დაინგრა ლეილას ბოლო ქორწინება. და ეს არა იყო იმიტომ, რომ მან არ უყვარდა თავისი ქმარი. ეს იყო იმიტომ, რომ მე ვუთხარი მას სიმართლე, რომელიც არავის უნდოდა გაეგო. მარინამ თქვა, რომ ის იცნობდა მსახიობს, ლეილას მესამე ქმარს, ბავშვობიდან. ისინი ერთად გაიზარდნენ თბილისის ძველუბაში და მან ყოველთვის იცოდა, რომ ეს კაცი იყო სუსტი, არა ფიზიკურად, არამედ სულიერად. მან ეშინოდა წარმატებული ქალების, მან ეშინოდა იმისა, რომ ვინმე მეტი იყო მასზე. როდესაც ის შეუყვარდა ლეილას და დაქორწინდა მასზე, მარინამ მას პირდაპირ უთხრა, შენ ამ ქალს ვერასდროს შეინარჩუნებ, რადგან შენ არ ხარ იმ ტიპის კაცი, რომელიც აიტანს მის ძალას. მსახიობმა უპასუხა, შენ ცდილობ ჩემს სიყვარულს. მარინამ უთხრა, არა, მე გაფრთხილებ შენ სისუსტეს. მარინამ თქვა, რომ ის ერთხელ მივიდა მსახიობის სახლში, უკვე იმ პერიოდში, როდესაც მისი ქორწინება ლეილასთან იწყებდა დარღვევას. მსახიობი ისედაც მთვრალი იყო, რომ ვერ დგებოდა. ის იჯდა სამზარეულოში და ტიროდა. მარინამ კითხა, რატო ხარ ამ მდგომარეობაში? მსახიობმა უპასუხა, იმიტომ რომ მე ვერ ვიტან იმას, რომ ჩემი ცოლი უფრო დიდი კაცია, ვიდრე მე ოდესმე ვიქნები. მარინამ კითხა, მაშ რატომ არ გადადიხარ? მსახიობმა უპასუხა, იმიტომ რომ მე მიყვარს ის, მაგრამ ვერ ვიცხოვრებ მასთან. ეს არის ჯანდაცვა, რომელიც მკლავს. მარინამ იმ მომენტში გადაწყვიტა. ის უნდა ეთქვა მას ის, რაც არავინ არასდროს ეთყოდა. მან უთხრა, შენ არ უყვარხარ ლეილას, იმიტომ რომ ძლიერი ხარ. შენ მოსწონ ხარ მას, იმიტომ რომ სუსტი ხარ და ის გძნობს, რომ შენ დაგჭირდება დაცვა. მაგრამ ეს არის შეცდომა. ქალი, როგორიცაა ლეილა, არ სჭირდება სუსტი კაცი, რომელსაც თავად უნდა დაიცვას. მას სჭირდება კაცი, რომელიც უფრო ძლიერია მასზე და ასეთი კაცი საქართველოში აღარ არსებობს. მარინამ თქვა, რომ მსახიობი ამ სიტყვების შემდეგ ღრმა სასუწარკვეთილებაში ჩავარდა. არა იმიტომ, რომ მას არ უყვარდა ლეილა, არამედ იმიტომ, რომ მიხვდა მარინა მართალი იყო. ამ ძიმე ემოციური მდგომარეობის გამო მან დატოვა ლეილა უცბად, ღამით, ნივთების გარეშე, ყოველგვარი განმარტების გარეშე. მარინამ თქვა, რომ ლეილამ მას დაურეკა მეორე დღეს და კითხა, სად არის ჩემი ქმარი? მარინამ უპასუხა,
ის წავიდა, რადგან შენ ძალიან ძლიერი და მასშტაბური ხარ მისთვის. ლეილამ კითხა: ეს შენ უთხარ იმას? მარინამ უპასუხა: დიახ. ლეილამ უთხრა: მაშ, შენ ხარ ის, ვინც დაანგრია ჩემი ოჯახი. მარინამ უპასუხა: არა, მე ვარ ის, ვინც გითხრა ის სიმართლე, რომლის გაგონებაც არ გინდოდა. კაცები, რომლებსაც შენ ირჩევ, შენზე ძლიერები ვერასდროს იქნებიან. მარინამ თქვა, რომ ლეილამ ტელეფონი გათიშა და მისთვის აღარასდროს დაურეკავს. მოგვიანებით მარინამ გაიგო, რომ ლეილა იმ ღამით საძინებელში ჩაიკეტა და ისე მწარედ ტიროდა, რომ მეზობლებიც კი შეშფოთდნენ მისი გულმოკლული ქვითინის გამო. მარინამ თქვა, რომ ლეილამ გათიშა ტელეფონი და მას აღარასდროს დაურეკა. მაგრამ მარინამ მოგვიანებით გაიგო, რომ ლეილამ იმ ღამით ჩაიკეტა თავის საძინებელში და ტიროდა ისე ხმამავლა, რომ მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს შიშით, რომ რაღაც საშინელება მოხდა. პოლიციამ, როდესაც კარი გახსნა, ნახა ლეილა, ელეგანტურად ჩაცმული, იატაკზე მჯდარი, თვალები წითლად გახდა ცრემლებისგან, მაგრამ სრულიად ჩუმი. პოლიციელმა კითხა: გჭირდებათ დახმარება? ლეილამ უპასუხა: არა, მე უბრალოდ სწავლობ იმას, თუ როგორ უნდა ვიცხოვრო მარტო. პოლიციელები წავიდნენ დაბნეულები. მარინა ლომიძე დღემდე ამბობს: მე არ ვინანებ იმას, რაც უთხარი. ლეილა აბაშიძე იყო დიდი ქალი, მაგრამ მან არასდროს არ მოისურვა იმის აღიარება, რომ მის ტრაგედიას არ წარმოადგენდა ის, რომ არავინ არ უყვარდა მას. მის ტრაგედია იყო ის, რომ ის უყვარდა არასწორ კაცებს, რადგან სწორი კაცები მისთვის არასდროს არ ყოფილან ხელმისაწვდომი. საქართველოში იმ დროს და ალბათ დღესაც არ იზრდებოდა კაცი, რომელსაც შეეძლო ყოფილიყო მეუღლე დედოფლისა. ეხლა, როდესაც ამ ქალის სიტყვებს უსმენთ და იცით, რომ მას ათასობით ადამიანი ძულს მისცა, იმიტომ რომ მან თქვა სიმართლე, იფიქრეთ, რამდენი ჩვენგანი ირჩევს სიმართლეს ტყუილის ნაცვლად. როდესაც სიმართლე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკარგავთ იმას, ვისაც მართლაც გვიყვარს. მაგრამ ყველაზე შემზარავი ამბავი ლეილა აბაშიძის კარიერაში მოხდა არა მაშინ, როდესაც მისი პირადი ცხოვრება ინგრეოდა, არამედ მაშინ, როდესაც გამოირკვა, რომ მის წარმატებას პოლიტიკური საფრთხე ემუქრებოდა. 1958 წელს, როდესაც ლეილა აბაშიძე უკვე იყო საერთო საბჭოთა მასშტაბით ცნობილი მსახიობი და მისი სახელი გამოიყენებოდა როგორც ქართული კულტურის სიმბოლო, მოსკოვში შეიქმნა საიდუმლო სია, ესე იგი შავი სია, სადაც ჩამოთვლილი იყო ის მსახიობები და რეჟისორები, რომლებსაც აღარ უნდა მიეცათ ფართო პლატფორმა ან საერთაშორისო წარმომადგენლობა. ამ სიაში ლეილას სახელი გამოჩნდა არა იმიტომ, რომ მან რაიმე პოლიტიკური ცილისწამება ჩაიდინა, არამედ იმიტომ, რომ ერთმა მაღალჩინოსანმა, ვის სახელსაც აქ ვერ დავასახელებთ, სცადა მასთან სიახლოვე და ლეილამ უარი თქვა. ეს ფაქტი გახდა ცნობილი მხოლოდ 1994 წელს, როდესაც ერთმა ყოფილმა პარტიულმა მოხელემ, სახელად ალექსანდრე სიჯინავამ, გამოაქვეყნა მოგონებები და მათ შორის იყო ერთი თავი, რომელიც ეძუნებოდა ქალებს საბჭოთა კინოში, რომლებსაც დაზარალდნენ პოლიტიკური ინტერესებისგან. ალექსანდრე სიჯინავა ამბობდა, რომ მისი თქმით ის იყო დამსწრე ერთ შეხვედრაზე, თუმცა ეს არასოდეს დადასტურებულა ოფიციალურად, სადაც განიხილებოდა, რომ მსახიობებს უნდა გაეგზავნათ საერთაშორისო ფესტივალებზე, როდესაც ერთმა კომისარმა, რომელსაც ლეილა აბაშიძე უკვე უარი უთქვა პირად შეხვედრაზე, დაჯდა და თქვა: ლეილა აბაშიძე არის ძალიან დამოუკიდებელი და ძალიან თავხედი ქალი. ის არ იცის მისი ადგილი. მე გთხოვთ, მოვაცილოთ მას საშუალება ჩვენს საერთაშორისო წარმომადგენლობებში გამოჩნდეს. თუ ვინმე ჰკითხავს, რატომ? უთხარით, რომ ის ავადაა. ალექსანდრე ამბობდა, რომ ამ კომისარმა თავისი ხელი ამოიღო და ხელმოწერა დადო დოკუმენტზე, რომელზეც იყო ჩაწერილი: ლეილა აბაშიძის საერთაშორისო გასვლების შეწყვეტა, სამედიცინო მიზეზებით. ალექსანდრე სიჯინავამ თქვა, რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი ოთახში, ვინც ხელი არ მოაწერა ამ დოკუმენტს, მაგრამ მან ვერაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად, რადგან დანარჩენი ყველა ხელმომწერი თანახმა იყო. ლეილა აბაშიძეს გაუუქმდა 3 საერთაშორისო მოწვევა მნიშვნელოვან კინოფესტივალებზე. ყველა ოფიციალურ განცხადებაში იყო ჩაწერილი, მსახიობს ჰქონდა ჯანმრთელობის უეცარი გაუარესება. მაგრამ ლეილა თავად არასდროს არ იყო ინფორმირებული იმაზე, რომ ეს გაუქმებები იყო არა სამედიცინო მიზეზებით, არამედ პოლიტიკური შურისძიებით. მას უბრალოდ უთხრეს: უკაცრავად, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ საშუალებს საზღვარგარეთ გამგზავრებას. ლეილამ იმ დროს იფიქრა, რომ ეს იყო მისი სხეულის სისუსტის შედეგი და დაიწყო უფრო მეტი სამედიცინო გასინჯვების ჩატარება, მაგრამ ყველა ექიმმა უთხრა: თქვენ სრულიად ჯანმრთელი ხართ. ალექსანდრე სიჯინავამ თქვა, რომ მან სცადა ლეილასთან დაკავშირება იმ შემთხვევაზე და მას გააფრთხილა, მაგრამ ამის თქმამდე ის უეცრად გაიწვიეს სამინისტროში და მას უთხრეს: თუ შენ გაბედავ ლეილა აბაშიძესთან ლაპარაკს ან მისი ინფორმირებას იმაზე, რაც მოხდა, შენი კარიერა დასრულდება და შენი ოჯახიც საფრთხეში ჩაიგდება. ალექსანდრემ დაჩუმდა. ლეილა არასდროს არ გაიგო სიმართლე, მაგრამ ალექსანდრე სიჯინავამ თქვა, რომ მან ნახა, როგორ შეიცვალა ლეილა იმ წლის განმავლობაში. ის გახდა უფრო დახშული, უფრო ნერვიული
და უფრო გათიშული საზოგადოებისგან. ალექსანდრე ამბობდა, ლეილა არ იცოდა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული იყო სისტემა და ამიტომ ის ფიქრობდა, რომ პრობლემა იყო მის შიგნით, მის სხეულში, მის უნარში ან მის ბედში. ეს იყო ყველაზე სასტიკი ფსიქოლოგიური დათრმა, რომ ადამიანს არ ეუბნებოდნენ იმის შესახებ, რომ გარე ძალა მას ანგრევდა. ნაცვლად ამისა, ის თავად ეძებდა თავის თავში დანაშაულს. ალექსანდრე სიჭინაომ დაასრულა თავისი ინტერვიუ ერთი წინადადებით. ლეილა აბაშიძეს ჰქონდა უფლება იყოს საერთაშორისო ვარსკვლავი, მაგრამ ერთმა კაცმა, რომელსაც ის არ მოსწონდა როგორც ქალი, მოაცილა მას ეს უფლება ერთი ხელმოწერით. ეს იყო არა კარიერული გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური შურის ძიება. ახლა, როდესაც ამ ამბავს ისმენთ და იცით, რომ ლეილა აბაშიძეს ერთი კაცის მიერ უარყოფამ წაართვა საერთაშორისო კარიერის შანსი და ის არასდროს არ გაიგო სიმართლე, იფიქრეთ, რამდენმა დიდმა ქალმა დაკარგა თავისი შანსები, არა იმიტომ, რომ არ ღივდა, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცას ზემოდან უნდოდა ისი დასჯა. ბოლო წლებში, როდესაც ლეილა აბაშიძე უკვე აღარ თამაშობდა ახალ როლებს და ცხოვრობდა ჩუმად თავის ბინაში რუსთაველის გამზირზე, ერთმა ახალგაზრდა ჟურნალისტმა სოფიო ბერიძემ გადაწყვიტა გაეკეთება ინტერვიუ მასთან ერთად ქართული სატელევიზიო არქისტრის. ლეილამ უარი თქვა 5 ჯერ, მაგრამ სოფიო არ დაეთმა. მან დაწერა პირადი წერილი ლეილას და უთხრა: მე არ მინდა თქვენი გამოკითხო თქვენი წარმატებების შესახებ. მე მინდა ვისაუბრო თქვენს ადამიანურობაზე. ლეილამ ბოლოს დათანხმდა და მან იმ ინტერვიუში თქვა რამდენიმე წინადადება, რომელიც შემდეგში გახდა ყველაზე ციტირებადი ფრაზები მისი ცხოვრებიდან. ლეილამ თქვა: მე არასდროს არ გამიჩნდა ის ფინანსური საფუძველი, რომ ვიფიქრო, თუ სად წავიდოდა ჩემი ფული ჩემი სიკვდილის შემდეგ, რადგან ყოველი ფული, რომელიც მე ვაშოვე, გავიდა ჩემი ცხოვრების შესანარჩუნებლად. არა პირადი ბედნიერებისთვის, არამედ იმისთვის, რომ შევეცადო შემენახა ის სახე, რომელიც საზოგადოებამ ჩემგან მოელოდა. სოფიო ბერიძემ კითხა: თქვენ გაქვთ ფასიანი ნივთები? ლეილამ უპასუხა: მე მქონდა ერთი საბეჭდავი, რომელიც ჩემი ბაბუისა იყო, მაგრამ ის დაიკარგა. ყველაფერი დანარჩენი, კელსაბამები, სამკაულები, ფოტოები, ეს არის უბრალოდ ნივთები, რომლებსაც შემიძლია გადალცევინმეს. მაგრამ ის, რაც ნამდვილად ღირებული იყო, ჩემი დრო, ჩემი გული და ჩემი სიყვარული, ეს დაიკარგა ადამიანებში, რომლებმაც ვერასდროს შეაფასეს ის. სოფიო ბერიძემ კითხა: თქვენ გინანიათ თქვენი ცხოვრება? ლეილამ თქვა: არა, მე არ მინანია ჩემი ცხოვრება, მაგრამ მე მინანია ის, რომ საქართველოში არ ყოფილა კაცი, რომელსაც შეეძლო ჩემი სიყვარულის მიღება ისე, რომ არ ეშინოდა ჩემი ძალისა. მე ვიცოდი, რომ მე ვარ ძლიერი, მაგრამ მე ასევე ვიცოდი, რომ ძალა არ უნდა ყოფილიყო ჩემი წყევლა. ის უნდა ყოფილიყო ჩემი საჩუქარი კაცისთვის, რომელსაც შეეძლო მისი მიღება. სოფიო ბერიძემ კითხა: თქვენ ფიქრობთ, რომ ქალებმა უნდა შეამციროს თავიანთი ძალა, რომ კაცებმა მათ უფრო ადვილად მიიღონ? ლეილამ უპასუხა: არა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კაცებმა უნდა შეიცვალონ თავიანთი გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს ძალა. ძლიერი ქალი არ არის საფრთხე, ის არის ბედნიერება, თუ კაცს ჰყავს ის გონება და ის გული, რომ მიიღოს ის როგორც თანასწორი პარტნიორი და არა როგორც მოწინააღმდეგე. იმ ინტერვიუს ბოლოს ლეილამ წერილი გამოაგზავნა სოფიოსთან ერთად. არა პირადად მისთვის, არამედ ყველა იმ ქალისთვის, ვინც კითხულობდა ან უყურებდა ამ საუბარს. იმ წერილში ლეილამ დაწერა: თუ თქვენ ხართ ძლიერი ქალი და გაქვთ შეგრძნება, რომ კაცები გარბიან თქვენგან, არ შეამციროთ თქვენი ძალა. ნუ შეეცდებით გახდეთ პატარა, რათა სხვებს უფრო კომფორტულად მიეცეთ თქვენთან ყოფნა. ნაცვლად ამისა, დარჩით თქვენ და დაელოდეთ კაცს, რომელიც თქვენს ძალას არ შეუშინდება, არამედ აფასებს მას როგორც საჩუქარს. ასეთი კაცები იშვიათები არიან, მაგრამ ისინი არსებობენ და როდესაც მოვიდნენ, თქვენ იცით, რომ ის ღირებული იყო მოლოდინი. მაგრამ სოფიო ბერიძემ დაასრულა ის ინტერვიუ ერთი შენიშვნით, რომელიც მას ვერასდროს გამოაქვეყნა ეთერში, მაგრამ რომელიც მან შეინახა თავის პირად ჩანაწერებში. სოფიომ დაწერა: როდესაც ლეილა აბაშიძე ლაპარაკობდა მის წერილზე და ამბობდა, რომ ძლიერი კაცები არსებობენ, მე ვხედავდი მის თვალებში ცრემლებს. არა ბედნიერების ცრემლებს, არა იმედის ცრემლებს, არამედ ტკივილის ცრემლებს. ის ამბობდა სიტყვებს, რომლებიც სხვა ქალებს უნდა გაესმინათ, მაგრამ თავად ვეღარ ჯეროდა მათში. ლეილა აბაშიძე დაკარგა თავისი წმენა იმაში, რომ საქართველოში არსებობდა კაცი, რომელსაც შეეძლო მისი სიყვარულის მიღება. ის აძლევდა იმედს სხვა ქალებს, მაგრამ თავისთვის იმემისთვის იმედი აღარ ჰქონდა. სოფიო ბერიძემ თქვა, რომ როდესაც ინტერვიუს შემდეგ ის მადლობას უხდიდა ლეილას, ლეილამ ჩუმად უთხრა: მადლობა შენ იმისთვის, რომ მომაწოდე საშუალება ვთქვა ის, რაც არასდროს ვერ ვთქვი ჩემს ცხოვრებაში. მე ვიყავი დედოფალი, მაგრამ მე არასდროს არ ვიყავი უბრალო ქალი. ეხლა მე ვცდილობ ვიყო ორივე, დედოფალი ჩემს გარეგნობაში და ქალი ჩემს გულში. სოფიომ კითხა: თქვენ გძნობთ მარტოობას? ლეილამ უპასუხა:
მე ყოველდღე გრძნობ მარტოობას, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის ჩემი არჩევანი. მე ვირჩიე ძალა სისუსტის ნაცვლად და მარტოობა დამოკიდებულებისგან. ეს არის ჩემი ტრაგედია და ჩემი გამარჯვება ერთდროულად. ეხლა, როდესაც ამ სიტყვებს ისმენთ და იცით, რომ ლეილა აბაშიძე დიდებულად ცხოვრობდა საზოგადოების თვალში, მაგრამ უსაზღვროდ მარტოდ საკუთარ სახლში, იფიქრეთ, რამდენი ადამიანი ჩვენ შორის ატარებს ნიღბებს ყოველდღე და არავის აძლევს საშუალებას ნახოს მათი ნამდვილი სახე. როდესაც ლეილა აბაშიძის ბინის კარს ურთხამდნენ 1978 წლის თებერვლის ღამით, ზუსტად 3 საათზე, მისი პირველი აზრი იყო ეს რეჟისორი ნიკოლოზია, რომელიც ისევ უნდა რაღაც ბოლო წუთის შეცვლა სცენარში. მაგრამ როდესაც გახსნა კარი, ნახა უცნობი კაცი, ბიკაცი, დაახლოებით 50 წლის, გრძელი შავი პალტოთი, თვალებში ჩასაფრებული და თავდაპირველად არანაირი სიტყვის გარეშე. ის უბრალოდ იდგა კარის ზღურბლზე, უყურებდა მას და ამოისუნთქა სიგარეტის კვამს. ლეილამ კითხა: ვინ ხართ და რა გსურთ? კაცმა უპასუხა: მე ვარ შალვა და მე მოვედი იმისთვის, რომ გითხრა რაღაც, რაც შენ არასდროს არ გაგიგია. შეიძლება შევიდე? ლეილა იყო საკმარისად გამბედავი ქალი, რომ უცნობებს კარს არ გაეხსნა შუაღამით. მაგრამ ამ კაცის ხმაში იყო რაღაც ისეთი წყნარი სიმკაცრე, რომელმაც მას აიჯულა უკან წასული და მიეცა მისთვის შესვლის საშუალება. ისინი დასხდნენ სამზარეულოში. შალომ არ მიიღო ჩაი. ის უბრალოდ თქვა: შენი მესამე ქმარი არ წავიდა შენგან, იმიტომ რომ ის სუსტი იყო, ან იმიტომ რომ მარინამ რაღაც უთხრა. ის წავიდა იმიტომ, რომ მე უთხარი მას. თუ შენ არ დატოვებ ლეილას, შენი დედა მოკვდება შემთხვევით. ლეილამ დააკენა ხელი მაგიდაზე ისე ძლიერად, რომ ჭიქა ჩამოვარდა და გათქდა. მან კითხა: რატო? შალომ უპასუხა: იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა, რომელსაც შენ უარი უთხარი, მომცა დავალება. დავარწმუნო შენი ქმარი, რომ შენთან ყოფნა არის მისი სიკვდილი. მე ვასრულე ეს დავალება. შენმა ქმარმა მჯეროდა, რადგან მე ვაჩვენე მას ფოტო შენი პირველი ქმრის მანქანისა, რომელიც ავარიაში მოხდა. ის ფიქრობს, რომ ეს იყო შემთხვევა, მაგრამ ეს არ იყო. ეს იყო გაფრთხილება. მე უთხარი მას: თუ შენ არ წახვალ, შემდეგი იქნები შენ ან შენი დედა. ლეილა იჯდა გაქოვებული. შალვამ გააგრძელა: მე არ ვარ შენი მტერი ლეილა. მე უბრალოდ საქმობ იმას, რასაც მიბრძანებენ, მაგრამ დღეს მე გადავწყვიტე, რომ მოვიდოდი აქ და გეუბნებინე სიმართლე, რადგან მე მეზიზღება ის, რისი ნახვაც მომიწია. შენ არ ხარ ბედის მიერ დაწყევლილი ქალი. შენ ხარ პოლიტიკური თამაშის მსხვერპლი. ლეილამ კითხა: ვის უთხარი უარი? შალვამ უპასუხა: ეს სახელი მე ვერ გეტყვი, რადგან თუ მე ეს გეტყვი და შენ ვინმეს უამბებ, ორივენი მოკვდებით, ოპდებით. მაგრამ იმის ცოდნა, რომ ეს არის კაცი, რომელმაც უკვე მოკლა 3 ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ არ ემორჩილებოდნენ, ეს საკმარისია. ლეილამ კითხა: რატომ მითხარი ამას ახლა? შალომ უპასუხა: იმიტომ რომ ჩემი ქალიშვილი დაიბადა გუშინ. როდესაც მე ვუხურე მის პატარა სახეს, ვიფიქრე: თუ ის გაიზრდება და გახდება ისეთი ძლიერი ქალი, როგორიც შენ ხარ, და ვინმე მას მისი ცხოვრების განადგურებას ცდება მხოლოდ იმიტომ, რომ მან თქვა არა, მე მინდა რომ ამ სამყაროში არსებობდეს ერთი კაცი მაინც, ვინც გაბედავს სიმართლეს თქმას. შალვა წამოდგა და წავიდა. ლეილა დარჩა სამზარეულოში. მარტო. გარს შემოეხვია ნამსხვრევი ფაიფურის ნაწილებით და სიმართლით, რომელსაც არასდროს არ უთქვამდა არავინ. მან იმ ღამით ვერ დაძინა. ის იჯდა სარკის წინ და ხედავდა. არა ლეილა აბაშიძეს, დედოფალს, არამედ ქალს, რომელმაც წააგო 20 წელი საკუთარი ცხოვრების მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმა კაცმა, რომელიც ვერ აიტანდა უარს, გადაწყვიტა მისი სასჯელი. ეხლა როდესაც ამას ისმენთ და გესმით, რომ ლეილას ბოლო ქორწინება არ დაინგრა მისი ძალის გამო, არამედ პოლიტიკური შურისძიების გამო, იფიქრებთ, რამდენი ქალის ცხოვრება ნადგურდება არა მათი ცუდი არჩევანის გამო, არამედ იმიტომ, რომ ვინმეს ზემოდან უნდა მათი დასჯა. 1990 წლებში, როდესაც ლეილა აბაშიძე უკვე არ მუშაობდა აქტიურად კინემატოგრაფში და ცხოვრობდა ძირითადად თავის ბინაში, ერთმა ახალგაზრდა ექიმმა, თამარა გოგოლაძემ, შემთხვევით იპოვა ძველი სამედიცინო კარტა ერთ-ერთ არქივში, რომელსაც ლეილა აბაშიძის სახელი ეწერა მასზე. თამარა იმ დროს მუშაობდა როგორც არქივის აღმწერი და მისი საქმე იყო ძველი დოკუმენტების ციფრულიზაცია. როდესაც ის გახსნა იმ კარტას, იქ იყო ჩაწერილი სამედიცინო ჩანაწერები 1954 წლიდან 1974 წლამდე. თამარამ დაიწყო წაკითხვა და რაც უფრო მეც კითხულობდა, მით უფრო შოკში იყო. კარტაში იყო აღნიშნული: პაციენტი ლეილა აბაშიძე, წლიური ვიზიტები მედიცინის კომისიაში პროფესიული გადასაღებებისთვის. ყოველწლიურად ექიმები აკეთებდნენ დასკვნას. პაციენტი არის სრულიად ჯანმრთელი, არანაირი პრობლემა სხეულის ფუნქციონირებაში, გამოსაყენებელია საერთაშორისო გადაღებებისთვის და გასვლებისთვის. მაგრამ 1954 წლიდან მოყოლებული,
ყოველწლიურად ამავე კარტაში იყო დამატებული ხელით ნაწერი შენიშვნა. გაუქმებულია საერთაშორისო გადაღებების დაშვება. გულის არითმიის პოტენციალის გამო დამტკიცებულია მოსკოვის კომისიის მიერ. მაგრამ ექიმთა ხელმოწერების გვერდით თამარამ შენიშნა, ეს ხელნაწერი არ იყო ექიმის ხელით, ეს იყო სხვა ადამიანის ხელწერა, პოლიტიკური მოხელის ან კომისრის. თამარა გოგოლაძემ გადაწყვიტა მეტი გამოძიების ჩატარება. ის მიუახლოვდა ერთ-ერთ ძველ ექიმს, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, დავით მამულაშვილს, რომელიც მუშაობდა როგორც სამედიცინო კომისიის წევრი 1950-იან და 50-იან წლებში. თამარამ კითხა მას, რა იყო ეს შენიშვნები ლეილა აბაშიძის კარტაში? დავით მამულაშვილმა უკვე 90 წლის მოხუცმა ჩაიხედა იმ დოკუმენტებს და ამოიოხრა. მან თქვა, მე ვიცოდი რომ ერთ დღეს ვინმე იპოვნიდა ამას. ლეილა აბაშიძეს არასდროს არ ქონია გულის პრობლემები. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი ქალი, რომელიც ოდესმე გამოვიკვლიე, მაგრამ ყოველწლიურად, როდესაც ჩვენ ვდებდით დასკვნას, რომ ის შეეძლო საერთაშორისოდ გასვლა, რამდენიმე საათში მოდიოდა მითითება მოსკოვიდან. გაუქმებულია. ჩვენ გვებძანებოდა ხელმოწერა იმ შენიშვნის ქვეშ, რომელიც გვამცნობდა. პაციენტი გულის არითმიის საფრთხის ქვეშ არის და არ შეუძლია საზღვარგარეთ გასვლა. ეს არ იყო სიმართლე. ეს იყო პოლიტიკური ბრძანება. დავით მამულაშვილმა თქვა, ჩვენ ექიმებმა ვიცოდით ეს, მაგრამ ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ. თუ ჩვენ უარს ვითვოდით იმ შენიშვნების ხელმოწერაზე, ჩვენ დავკარგავდით საკუთარ ლიცენზიებს და შესაძლოა ჩვენი ოჯახებიც საფრთხეში ჩავაგდებდით. ლეილას არასდროს არ ეუბნებოდა, რომ მისი სამედიცინო კარტა იყო ყალბი. მას ეუბნებოდა, უკაცრავად, თქვენი ჯანმრთელობა არ საშუალებს საერთაშორისო მოგზაურობას და ის ჯეროდა, რადგან სცოდმია, რომ ჩვენ ექიმები ვამბობდით სიმართლეს. მაგრამ სიმართლე იყო, რომ ჩვენ ვატყუებდით მას ბრძანებით. თამარამ კითხა, ვინ აძლევდა ამ ბრძანებებს? დავით მოუპასუხა, სახელს ვერ გეტყვი, მაგრამ იმ კაცმა, რომელმაც ეს გააკეთა, დღემდე ცოცხალია და ძალიან პატივსაცემ პოზიციაზე არის. თუ მე მის სახელს დავასახელებ, მე მოგვდები და შენც მოგვდები. თამარა გოგოლაძემ სცადა იმ კარტის კოპირება, მაგრამ როდესაც ის მეორე დღეს დაბრუნდა არქივში, იმ კარტა უკვე აღარ იყო იქ. მას უთხრეს, ეს დოკუმენტი გადატანილია კონფიდენციალურ არქივში და აღარ არის ხელმისაწვდომი. თამარამ კითხა, ვინ გადაიტანა? მას უპასუხეს, არ გაქვს უფლება იცოდე ეს. სლება იცოდე ეს. თამარამ თქვა, მე იმ დღეს გავიგე, რომ ლეილა აბაშიძეს არა მხოლოდ პირადი ცხოვრება განადგურეს პოლიტიკური ინტრიგით, არამედ მისი პროფესიული კარიერაც შეზღუდეს ყალბი სამედიცინო დოკუმენტებით, რომლებსაც ექიმები იძულებული იყვნენ ხელი მოეწერათ შიშით. დავით მამულაშვილმა თქვა, მე მთელი ცხოვრება ვიცავდი იმ საიდუმლოს და ამ სისრულით მოვკვდები, რომ მე მონაწილე ვიყავი ერთი დიდი ქალის ცხოვრების ნადგურებაში მხოლოდ იმიტომ, რომ მე მეშინოდა დაკარგვა ჩემი სამსახურისა. თუ ღმერთი არსებობს, ის არ მიპატიებს მას, მაგრამ მე მინდა, რომ ერთი ადამიანი მაინც იცოდეს სიმართლე. ლეილა აბაშიძეს შეეძლო ყოფილიყო საერთაშორისო ვარსკვლავი, მაგრამ ერთმა კაცმა, რომელსაც მან თქვა უარი, წაართვა ეს ყოველი შანსი. არა უშუალო აკრძალვით, არამედ ჩუმი, საიდუმლო ინსტრუქციებით, რომლებსაც ექიმები და ბიუროკრატები ასრულებდნენ შიშით. ეხლა, როდესაც ამ ექიმის აღსარებას ისმენთ და გესმით, რომ ლეილა აბაშიძეს მთელი ცხოვრება სჯეროდა, რომ ის არის ავად და ვერ შეძლებდა საერთაშორისოდ გასვლას, მაგრამ სინამდვილეში ის იყო სრულიად ჯანმრთელი და მისი ჯანმრთელობის ბარათი იყო გაყალბებული. იფიქრებთ, რამდენ ადამიანს სჯეროდა ცრუ დიაგნოზები, რომლებიც არ იყო სამედიცინო, არამედ პოლიტიკური. 1994 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველოში უკვე იწყებოდა პოლიტიკური ცვლილებები და ძველი საბჭოთა სისტემა იშლებოდა, ეთმა უცნობმა ქალმა შემოიჭრა თბილისის რადიოში და მოითხოვა ეთერი. მას უთხრეს, თქვენ ვინ ხართ და რა გსურთ? ქალმა უპასუხა, მე მქვია ნინო და მე ვიყავი ბინის დამლაგებელი იმ კაცისა, რომელმაც განადგურა ლეილა აბაშიძის ცხოვრება. მე მაქვს კასეტა, სადაც ის თავად აღიარებს ყველაფერს. რადიოს დირექტორმა თქვა, რა კასეტა? ნინომ ამოიღო ძველი აუდიო კასეტა თავისი ჩანთიდან და თქვა, ეს კასეტა იწერებოდა 1974 წელს, როდესაც ის ღვინოში იყო თავის კაბინეტში და სვის კაბინეტში და საუბრობდა თავის უახლოეს მეგობართან. ის ამბობდა, ლეილას მე გაუკეთე ის, რაც არავის მოსწონს, მაგრამ ის იმსახურებდა ამას, რადგან მან მომცა უარი როგორც კაცს. არავინ მაცემს უარს და რჩება ბედნიერი. რადიოს დირექტორმა მოისმინა იმ კასეტის ფრაგმენტები და თქვა, თუ ეს სიმართლეა, ეს არის ყველაზე დიდი სკანდალი ქართულ კულტურაში ბოლო 40 წლის განმავლობაში. მაგრამ ჩვენ ვერ გამოვაქვეყნებთ ამას, რადგან ის კაცი ჯერ კიდევ ცოცხალია და მას აქვს ძალა გაგვანადგუროს ყველა ჩვენგანი. ნინომ თქვა, მაშ მე წავალ გაზეთში. დირექტორმა უპასუხა, არც ერთი გაზეთი არ გამოაქვეყნებს ამას, რადგან ყველა ჟურნალისტი იცის, რა დაემართება მათ, თუ ისინი ეხლებიან ამ კაცს. ნინომ კითხა,
მაშა უნდა გავაკეთო. დირექტორმა უპასუხა: დაელოდე მის სიკვდილს. მხოლოდ მაშინ შეგიძლია ეს გამოაქვეყნო. ნინომ თქვა: მაშ თუ ის კიდევ 20 წელი იცოცხლებს, ლეილა აბაშიძე მოკვდება. ისი არასდროს არ იცოდა ვინ ანადგურებდა მის ცხოვრებას. ნინო გავიდა რადიოდან და მან ის კასეტა შეინახა თავის სახლში. მაგრამ 2 კვირის შემდეგ ნინოს სახლში შევიდნენ უცნობი ადამიანები. ღამით, როდესაც ის არ იყო სახლში და გატეხეს მის ოთახს. წაართვეს კასეტა და დატოვეს შენიშვნა. თუ შენ კვლავ ცდილობ ამ ისტორიის გამჟღავნებას, შენი ქალიშვილი იქნება მომდევნო. ნინომ მას შემდეგ ჩუმად იცხოვრა და არასდროს აღარ ელაპარაკა ამ საკითხზე. მაგრამ 1998 წელს, როდესაც იმ კაცმა, რომელიც იყო ლეილას ფარული განადგურებელი, მოკვდა გულის შეტევისგან, ნინომ გამოაქვეყნა ინტერვიუ ერთ პატარა გაზეთში და თქვა: მე ვიყავი დამლაგებელი იმ კაცისა, რომელმაც განადგურა ლეილა აბაშიძის ცხოვრება და მე მსმენია, როგორ ამბობდა ის. ლეილა იმსახურებდა მარტოობას, რადგან ის იყო ძალიან თავხედი ქალი. იმ გაზეთმა გამოაქვეყნა ნინოს ამბავი, მაგრამ არავის აღარ ესაჭიროებოდა ეს. ლეილა აბაშიძე იმ დროს უკვე აღარ იყო აქტიური მსახიობი. საზოგადოება თქვა, ეს არის ძველი ამბავი და არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ნინომ თქვა: მე არ მინდოდა ფული, არც სახელი. მე უბრალოდ მინდოდა, რომ ლეილა მიცოდა, შენი მარტოობა არ იყო შენი ბრალბრალი. შენი მარტოობა იყო ერთი კაცის შურის ძიება. მაგრამ ლეილამ არასდროს არ წაიკითხა იმ სტატია, რადგან ის აღარ კითხულობდა გაზეთებს. ის ცხოვრობდა ჩუმად თავის ბინაში და არავის ხვდებოდა. ნინომ თქვა ბოლო ინტერვიუში, რომელიც მას ჰქონდა 10-იან წლებში: მე ვინანებ, რომ ვერ გავბედე უფრო ადრე თქმა ამ სიმართლის. მაგრამ მე მეშინოდა ჩემი ქალიშვილისთვის და მე ვიცოდი, რომ ის კაცი შეეძლო ყველაფრის გაკეთება. ახლა რომ ის მკვდარია, მე ვამბობ: ლეილა აბაშიძე იყო მსხვერპლი. მსხვერპლი არა საკუთარი ხასიათისა, არამედ პოლიტიკური სისტემისა, რომელშიც კაცებს ჰქონდათ ძალა და აესჯათ ქალები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უარს ამბობდნენ მათზე. ახლა როდესაც ამ ამბავს ისმენთ და იცით, რომ იმ კასეტაზე, რომელიც ნადგურდა, იყო აღიარება იმ კაცისა, ვინც განადგურა ლეილას ცხოვრება, იფიქრებთ, რამდენი დანაშაულია დაფარული მხოლოდ იმიტომ, რომ დამნაშავეებს ჰქონდათ ძალა და აეშინებინათ მოწმეები. ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა 2014 წელს, თავის ბინაში რუსთაველის გამზირზე. მარტო, ისევე როგორც იცხოვრა ბოლო 30 წელი. მისი სხეული იპოვეს მეზობლებმა, რომლებმაც შენიშნეს, რომ კარიდან არავითარი ხმაური აღარ ისმოდა. როდესაც პოლიციამ შევიდა მის ბინაში, იქ იყო სისუფთავე და წესრიგი, თითქოს ლეილა მზად იყო გასასვლელად. მის საწოლზე იყო დაცვაბილი ელეგანტური კოსტუმი, სარკეზე იყო მიკრული შენიშვნა, დამახეთ ამ კოსტუმში და ნუ გააკეთებთ ჩემგან სპექტაკლს. მე არ მინდა ცრემლები, მე მინდა პატივისცემა. მისი დაკრძალვა იყო მოგრძალებული. მხოლოდ ახლო ადამიანები, არავითარი სახელმწიფო დელეგაცია, არავითარი დიდი სიტყვები. ისინი, ვინც იცნობდნენ მას, ამბობდნენ: ლეილა წავიდა ისე, როგორც ცხოვრობდა, გორდად, მარტოდ და არავისთვის მოუხმობელი. მისი სახლის გარჩევისას იპოვეს პატარა ყუთი, დალუქული და დაწერილი. გახსენით მხოლოდ ქეთევან ჭანტურიას თანდასწრებით. ქეთევანი გამოიძახეს და როდესაც ის გახსნა იმ ყუთს, იქ იყო 2 ნივთი. პირველი იყო იმ საბეჭდავის ფრაგმენტი, რომელიც დაიკარგა, მაგრამ რომლის პატარა ნაწილიც ლეილამ შეინახა როგორც სიმბოლო. მეორე იყო წერილი, ჩაწერილი ლეილას ხელით, სადაც იყო დაწერილი: ქეთო, შენ იყავი ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მე მაშინ შემიყვარდა, როდესაც არავინ მცნობდა და რომელიც მასთან დარჩა, როდესაც ყველა სხვა მხოლოდ ჩემს სახელს უყურებდა. შენ იცოდი ჩემი ნამდვილი სახე, არა დედოფალი, არამედ უბრალო გოგო, რომელსაც სურდა სიყვარული. მე ვერასდროს ვიპოვე ის კაცი, რომელსაც შეეძლო ჩემი სიყვარულის მიღება, რადგან ყველა, ვინც მოვიდა, შეშინდა ჩემი ძალისა. მაგრამ მე არ ვინანებ. მე ვირჩიე ძალა სისუსტის ნაცვლად და გორდება დამოკიდებულების ნაცვლად. ეს იყო ჩემი არჩევანი და ეს არის ჩემი მემკვიდრეობა. ვიუბნები ყველა იმ ქალს, ვინც კითხულობს ამ სიტყვებს, ნუ შეამცირებთ თქვენს ძალას იმისთვის, რომ ვინმეს უფრო კომფორტული გახადოთ თქვენთან ყოფნა. დარჩით თქვენ. კაცები, რომლებიც გექცევიან, არ იქნან ღირსები. ქეთევანმა წაიკითხა ის წერილი და ამბობდა: ლეილა დატოვა ეს სიტყვები არა როგორც დამარცხების აღიარება, არამედ როგორც გამარჯვების მანიფესტი. ის არასდროს არ იყო დამარცხებული ქალი. ის იყო ქალი, რომელმაც აერჩია საკუთარი პირობებით ცხოვრება, მაგრამ რაც შეეხება იმ კაცს, იმას, ვინც განადგურა ლეილას ცხოვრება პოლიტიკური შურისძიებით, ის მოკვდა 2005 წელს, დიდრად, პატივცემულად და საზოგადოებისგან აღიარებულად. არავინ არასდროს არ გაამჟავნა მისი ნამდვილი სახე. ის დამარხეს სახელმწიფო პატივით, ხოლო მისი ოჯახმა გამოაქვეყნა ნეკროლოგები, სადაც იყო ჩაწერილი: დიდი მოხელე და კულტურის მფარველი. ნინომ, რომელმაც იცოდა სიმართლე, თქვა: ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რომ დამნაშავეები კვდებიან საპატიო სახელით, ხოლო მსხვერპლნი კვდებიან არაღიარებულად.
ფრეს, როდესაც თქვენ გადახედავთ ძველ ფილმებს ლეილა აბაშიძესთან და დაინახავთ მის ბრწყინვალე ღიმილს ეკრანზე, იცოდეთ, მის ამ ღიმილს უკან იყო ქალი, რომელმაც საკუთარი ბედნიერება შესწირა საკუთარი ღირსებისთვის. ის არასდროს არ შეუდრწუნდა იმას, რასაც სამყარო მისგან მოელოდა. ის არ გახდა პატარა, რომ კაცებს უფრო ადვილი მიღებულიყვნენ იგი. ის დარჩა დიდი და ამიტომაც დარჩა მარტო. მაგრამ ეს მარტოობა იყო არა დამარცხება, არამედ არჩევანი. არჩევანი იმისა, რომ იცხოვრო საკუთარი პირობებით, ან არ იცხოვრო საერთოდ. ეხლა მითხარით, თქვენ როგორ უყურებთ ლეილა აბაშიძეს? იყო ის სისტემის მსხვერპლი, თუ იყო ის ქალი, რომელმაც აირჩია ძალა სიყვარულის ნაცვლად? იყო ის ტრაგიკული გმირი, თუ გამარჯვებული დედოფალი, რომელმაც ვერასდროს დაიხარა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. გსურს რომ ვიცოდეთ, იხსენებენ თუ არა მას თქვენს ქალაქში. დააჭირეთ ლაიქს თუ სიმართლე გაიგეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ამ დიდი ადამიანების ნამდვილი სახეების ჩვენებას.